ну მე ანდრო არ მინახავს 9 თვეა არ დავდიოდი სასამართლოზე და არ შუშის იქითაც უარი ვთქვით მეც და ანდრომაც ერთმანეთთან შეხვედრაზე, იმიტომ რომ ადამიანურად მინდა რომ ხელი მოვკიდო რაღაცაზე დაველაპარაკო და ეს ამის საშუალება არ იქნებოდა, ამიტომ ზარებში გადაცვალა ეს შუშა და წერილებით კონტაქტობდით და დღეს ნახეპირველად. ну არ იყო ათი ემოციური იყო ძალიან სანამ ვნახავდი უფრო ნერვიულობდი რომ ვნახე უფრო მომეშვა იმიტომ რომ კარგად გამოიყურება ძალიან შემართებით არის საქმიანად არის რა ვიცი ორ პროექტზე მუშაობს მე ვკითხე უბრალოდ აი რა შენი დღის ეს რუტინა როგორია და მალე გადისო დრო იმიტომ რომ რაც ერთნაირი დღეებიო ჩემთვის უფრო მალე გადისო ну დილით ვარჯიში მერე საუზმე მერე მუშაობა მერე წიგნის კითხვა მერე ტელევიზორის ყურება ერთმანეთში საუბარი არაჩვეულებრივ ბიჭებთან ერთად არის საკანში აი ძალიან უყვართ ერთმანეთი და ძალიან ერთმანეთს ძალიან რაღაცად გვერდში უდგანან და რაღაც ძალიან კარგად შეეწყვენ ერთმანეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სიმშვიდისთვისაც და ну რა ვიცი ძალიან შემოგვიყვება ყველა ყვება მსგავს ისტორიებს პოლიტიკურ პატრიოტიზმის გულისხმობ თანასაკნელების შესახებ და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახების სიმშვიდისთვის დარწმუნებული ვარ როგორ უყურებთ თქვენ ახლა არსებულ ვითარებას და ბრძოლის გაგრძელების გზას ამაზეც რომ ვისაუბროთ მოსამართლემ რას მოაწერა ხელი გასაგებია მას ძალიან ცხადი არჩევანი ქონდა თქვენ მიმართეთ კიდეც მას თქვენს პოსტში აი ანდროს როგორ ხედავს რა განწყობაზეა და თქვენს როგორ უყურებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას მე ძალიან გაბრაზებული ვარ ძალიან გაბრაზებული ვარ და 9 თვეს ბიჭები სრულიად უდანაშაულოდ ტყუილაზიან ეს არის ისეთი უსამართლობის შეგრძნება და ისეთი ძიმე ჩემი შვილი ღმერთმა დაიფაროს თქვათ კაცის მკვლელიც რო ყოფილიყო გვერდზე ვედგებოდი ნამდვილად რა თქმა უნდა მაგრამ ის შეგრძნება რომ აი არაფერი არ დაუშავებიათ ამ ბიჭებს და 9 თვე ტყუილა იჯდნენ და კიდე 2 წელი მიუსაჯეს ну ეს არის რაღაცა ხო რაღაც შემოსაღების ცდელობა რო არის რაღაცებს რა აი 4-ის ნაცვლად 2 და ასე შემდეგ როცა არც ერთი დღე არ უნდა იჯდეს ადამიანი ფსიქოლოგიური ზეწოლა არის თუ რა არის მე არც ვიცი რა რასაკეთებენ ამით ბრაზის დაწევის ხო ბრაზი არა მე აი 4 წელს მიუჯიდან 4 წელს მიუჯიდან თუ 2 წელს მიუჯიდან მე ერთნაირი ბრაზი მაქვს იმიტომ რომ ყოველი ანდროს იქ ყოფნა ჩემთვის ნამდვილად ჯოჯოხეთია. ყოველი დღე არის ჩემთვის ჯოჯოხეთი გატარო. იმიტომ არა თვითონ ამბობს რომ ნორმალურად ვარ მუშაობის საშუალებაც აქვს თქვათ რა ყოფილი. ნორმალურად ექცემიან თვითონ როგორც ბიჭები ამბობენ ძალიან პატივისცემით ექცევიან, მაგრამ ეს დაკეტილი კარები არის რისთვის? აი დეკანიბალიზაციის ცდელობა ვითომ რეჟიმის, რომ აი 4 კი არა 2, მაგრამ ვერ აკეთილშობილებს ამას ვერაფერი შეაკეთებს. ძალიან იმოქმედა აი არა მომდის თავიდან უბრალოდ ჩეჩინის განაჩენა. ძალიან ძიმე იყო. არა მომდის თავიდან აი როცა ყველა მსგავსი ტიპის საქმეზე მოუწია. იცით რა თავიდან თითქოს რაღაცნაირად აი თავიდან არ აქცევდი ყურადღებას ჩეჩინი იყო იქ სხვა უკრაინელი ბიჭები იყვნენ რაცა მაინც ჩვენ ბიჭებზე ვიყავი გადმორთული ხშირად ცუდად გამომდის მაგრამ მერე და მერე უფრო შევედი მათ მდგომარეობაში შემიყვარდნენ და აი ჩეჩინის განაჩენმა მე გამანადგურა